იგი ეშმაკების თათბირი. სხვათა შორის ეს ბნელ ძალთა კრება აღწერილი აქვს წმინდა თეოფანე დაყუდებულს. იქ ბევრი საინტერესო რამ არის ნათქვამი. თქვენ შეგიძლიათ ეს წაიკითხოთ, ყველგან მოიძიებთ ესე იგი ამას. და ერთ-ერთი ის არის, რომ ესე იგი აბა ვინ რა გააკეთა ახლა მას ყვებიან და ვიღაც ამბობს, რომ მე ადამიანები ვარ ის სიძვის ცოდვაში ჩავაგდეო. ვიღაცამ ეს თქვა, ვიღაცამ კაცი მოვაკვლევინა, რაღაცა მძიმე ცოდვები და ვიღაც ეუბნება, რომ დაუშვათ იქ როცაში უშლის ხელს თუ მარხვაში თუ სიკეთის კეთებაში. ერთმა ეშმაკმა თქვა, რომ მე ქრისტიანებს ვეუბნებიო, რომ ილოცონო, იმარხულონო, სიკეთეც აკეთონო, ღვთისმცნება შეასრულონო, ოღონდ ესო მერე აკეთონო. მერეო. ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ კი, როგორ არა, მარხვასაც აპირებს კაცი, ლოცვასაც აპირებს, ბავშვი უნდა მონათლოს, უნდა აბა რა უნდა ქნას, ახლა აპირებს, განა არ აპირებს, ჯვარიც უნდა დაიწეროს. ყველაფერი, ოღონდ მერე აპირებს. თავის დროზე კი არა, მერე. ხო და აი ეს მერე არის ყველაზე ყოჩაღი ის იყო მაგ საკითხში. ეს ყველაზე მეტად შეაქეს, რომ ყოჩახო. იმიტომ რომ ადამიანი ნახეთ, რომ უთხრა არ ილოცო, არ არის თანახმა. მაგრამ რომ უთხრა ილოცე, ოღონდ მერე, ეს კარგია. იმიტომ რომ ესე იგი აწყობს. თან ესე იგი ღვთის წინაშე სწორია, რომ კი უნდა ვილოცო და თან თავის დაცემულ ბუნებასაც გაახარებს, ოღონდ მერე უნდა ვილოცო. ყველაფერი კარგად არის. მორიგებულია ესე იგი. თავის თავში ადამიანმა თითქოს სიკეთე და ბოროტება შეარიგა. მაგრამ ეგ არ არსებობს. ეგ ნიშნავს ბოროტის გამარჯვებას. ამიტომ არ უნდა გადადო, აღსარება არ უნდა გადადო, კარგი საქმე არ უნდა გადადო. თუ მაინც და მაინც რაღაცის გადადება გინდა, ცოდვა უნდა გადადო. დაუშვათ აი აპირებ, რომ ვიღაცას მიხვიდე და უნდა ეჩხუბა ესე იგი, რაღაცა უნდა უთხრა. აი ის უნდა გადადო. ერთხელ რო გადადებ, მეორეთი გადადებ. დაუშვათ აი რაღაცა ცოდვა გინდა რომ ჩაიდინო, აი დაუშვათ ნაყროვანების ცოდვა აქვს ადამიანს. ჭამა უყვარს რაღაც. აი მაცივრის გამოღება უნდა გადადო. ეგ უნდა გადადო. დალევა უყვარს. მოდი იტყვის რომ უნდა დავლივ, აბა რა უნდა ვქნა. ოღონდ მოდი მერე დავლე. მერეც ეგ თქოს, მოდი მერე დავლე. მოწევა, კი ბატონო, აი მერე მოწე. ყველაზე ძალიან რომ მოგინდება, მაშინ უნდა თქვა, მოდი ნახევარი საათის მერე მოწე. მოდი კიდე ცოტას გადადებ. შეიძლება მთელი დღეს მერე თუ ადამიანს რაღაცა ესე სპორტული ჟინი აქვს, არა? შეიძლება ერთხელ რომ გადადებს, მეორეთიც მოუნდეს, მესამეთი და ერთი დღე გადადებს და უკვე გამარჯვებულია. მერე ორი დღე გადადებს სიტყვაზე. ხო და ნელა საერთოდაც იმ ცოდვას გადადებს. სიკეთე კი არ უნდა გადადოს. სიკეთე მაშინ უნდა აღასრულოს.